ჯერბასო მეგობრებო, დიდი ტკივილი მინდა გაგიზიაროთ. ჩვენს გარემოში მოხდა უბედური შემთხვევა. პატარა ლამაზი ბიჭი, 7 წლისა, რომელიც ჩვენთან სტუმრად ჩამოიყვანა დედამ, დაგვეღუპა. აქ გვაქვს ერთი პატარა წყალსაცავი, რომელთაც ეზოს ვრწყავთ ხოლმე და დიდი ქვებით არის შემოღობილი. იქ ჩასვლა რთულია, მაგრამ პატარა ბიჭს უნდოდა, რომ თავის დედისთვის ბაყაყი დაეჭირა, რადგან დედას ეშინია და ეჩვენებოდა, რომ დედა ნუ გეშინია ამ ბაყაყისაო. ჩვენ აქ ვადარებდით საერთაშორისო კონფერენციას. ეს 23-მე კონფერენცია იყო ყოველწლიური და საერთოდ ამ კონფერენციებზე მშობლებს ბავშვები არ ჩამოჰყავთ. წინასწარაც ვაფრთხილებთ, რომ ჯობია არ ჩამოხვიდეთ ბავშვებით, რადგანაც აი ასეთ რამ ტარდება და ყურადღების მიუხედავად ბავშვებისთვის არ აკვავს. ეს არა მარტო აქ, ყველგან ასე იყო ხოლმე, სადაც ვატარებდით კონფერენციას, მაგრამ ბავშვს ისე უნდოდა წამოსვლა, რომ დედამ ჩუმად იყიდა ბილეთი და თუმცა თხოვეთ, რომ მოიზა მამას, მაგრამ მაინც ჩამოვიდა. ქალი ძალიან კარგია, ყურადღებიანი დედაა, მოალერწე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ახალგაზრდა. დიდი მონდომებით ჩაება საქმეში და ბავშვიც აქ ჩვენს ეზოყურეში დარბოდა. მაგრამ აი 29 მარტს, როცა სადილობდნენ, ბავშვმა სწრაფად დაამთავრა სადილი და გაიქცა. ირბინა და მე როცა ძებნა დაუწყეთ ჩვენ ყველამ, მიპოვეთ, რომ აი ასეთი ამბავი მოხდა. ბევრი ვის ვეცადეთ, მაგრამ ბავშვი ვეღარ დავაბრუნეთ თუ უკან. მე ვუყურებდი ამ პროცესს და რა ვიცი, აი გესაუბრეთ, მაგრამ როგორ ლაპარაკობებაც არ ვიცი. კარგად. ხო, საერთოდ როცა ასეთ რამე ხდება, თანაც აი იმ პროექტში, რასაც მე თქვენ მოგიყევით, დამნაშავე არ არსებობს. მოხდა უბედური შემთხვევა. ეს მე ისე გულზე მაწერს, რომ ყველა ბავშვს ჩემ შვილიშვილად და შვილიშვილად ვთვლი, ეს პატარა საშაც, რომელიც მორბოდა ჩემთან, ხან გვირგვინს დამადგამდა და ხან ხელზე მეხვეოდა, ჩემი შვილიშვილი გახდა. და ძალიან მაწევს გულზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შეგვეძლო, რომ დედა დამშვიდობელი იყო, მალე მამაც ჩამოვიდა, პეტრე. ყველაფერი გავაკეთეთ. გადავუხედეთ ბავშვს, პანაშვილის და ყველაფერს მოვიწვიეთ ჩვენი მოდელიც, რაც კი შეიძლებოდა. ცოტა შევისვენე და მინდა კიდევ გავაგრძელო. ჩვენი კონფერენცია ურთიერთობებს ეხებოდა. სულიერ ურთიერთობებს და ხალხი თითქმის გარდა იქნა. აქ ბევრი ეროვნებისა და კულტურისა და რელიგიის წარმოადგენელი იყო. როცა ეს ამბავი მოხდა, ყველამ გულთან მიიტანა. საზღვარი არ ჰქონდა წუხილსა და ტიერის. ყველამ ის გააკეთა, რაც მას გულითა და სულით შეეძლო გაეკეთებინა. მშობლებსაც უთანაგრზა სხვა ამგვარი. ეს მშობლებმა კარგად იგრძნეს, გაიგეს ეს ყველაფერი. კი გაიგეს, მაგრამ ჩვენც ხომ ჩვენი გვემართება რა ამ გაგებაში. მე სულ ვილანდები ეს ბიჭი და ყოველ დღეს სანთელს უუნთებ. ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, სანთლები იყო ესა თუ შემოსები იყო, ყველაფერი რაც ჩვენს კულტურას ეკადრება. საქმე ისე იყო, რომ შეგვატყოს რა, რომ ჩვენ ასე დღეში იყო, მშობლები აქეთ დაგვიწყეს დამშვიდება. ამ დღეებში ისინი უკვე გაემგზავრდნენ. ბავშვიც რა თქმა უნდა წაიყვანეს. მე ვურეკავ მათ, ვეკითხები, როგორ ხართ, რა შვებია და რა საკვირია, ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ. მომავალში ყველა წელს დავიცავთ, რა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ასეთ რაღაცა არ განმეორდეს და არც განმეორდება. ასეთ რამე აღარ მოხდება. პატარა საშომ ძალიან დიდი გაკვეთილი დაგვიტოვა ჩვენ. გვასწავლა ჩვენ ჭკვა დაგვარიგა, რომ არ მოგვაცილოთ თვალი ჩვენ ერთი წუთითაც კი. რაც არ და კარგები გეგონოთ, ჩვენ მაინც ჩვენი წესები გვაქვს ცევაყოფისა და შეიძლება რაღაცა უქნათ ჩვენს თავს. აი ეს გაკვეთილი დაგვიტოვა საშამ. მე ამას არა მარტო ჩემთან ვუუნდები, თქვენც გეუნდებით, თქვენ ჩემო ჯგუფასებო. შემთხვევები არასდროს არ მოხდეს ასეთი უბედური შემთხვევა არავის ეზოყურეში და არავის სახლში. მაგრამ რადგანაც ეშვაკსაც არ აზინავს, ამიტომ არ მოაცლოთ ჩვენს ბავშვს
თვალი. ისე კი არა, რომ ტყვეობაში გვყავდეს შვილი. ჩვენი მეთვალყურების ქვეშ იყოს. ცალი თვალი ხედავდეს მას ყოველთვის, სად არის რა შვება, გული გრძნობდეს, სად არის ახლა ჩვენი შვილი და რა ყოფაში შეიძლება იყოს. ოჯახების კარგად ყოფნას გისურვებთ, ჩემო ჯერფასებო. კეთილები იყავით ყოველთვის და სიკეთე იყოს თქვენს ოჯახებშიც. და ძალიან გთხოვთ, აი რაც მეგითხარით, ეს არის ჭეშმარიტება და შეურევთ იმას, რამაც შეიძლება არასწორი აზრი გამოიწვიოს. მიიღეთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული.